მოგესალმებით. ქალაქ თბილისის 162 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები წარმოგიდგენთ პოდკასტების სერიალს მთაწმინდის ექო. აქ მთაწმინდაზე იდუმალებაში განისვენებენ ადამიანები, რომლებმაც თავიანთი სიტყვით, საქმითა და სიყვარულით უდიდესი კვალი დატოვეს საქართველოს ისტორიაში. მე ვარ ანა არჩვაძე და დღეს მოგიყვებით ერთ მათგანზე, ნიკო მუსხელიშვილზე. ნიკო მუსხელიშვილი დაიბადა 1880 წელს და გარდაიცვალა 1975 წელს. ქართველი მეცნიერი, მათემატიკოსი და ფიზიკოსი. მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ელასტიურობის თეორიისა და გამოყენებითი მათემატიკის დამფუძნებელი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი, სადაც მოგვიანებით გახდა პროფესორი. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დიდ როლს თამაშობდა ქართული მეცნიერების განვითარებაში. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი წამყვანი პროფესორი და 1941 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პირველი პრეზიდენტი. მისი მეცნიერული ნაშრომები საფუძვლად დაედო მრავალი ინჟინერული და ფიზიკური გამოთვლის მეთოდს. მუსხელიშვილის შრომები ითარგმნა მრავალ ენაზე და დღემდე გამოიყენება უნივერსიტეტებში. მიღებული ჰქონდა მრავალი ჯილდო, მათ შორის სტალინის პრემია. დასაფლავებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, ივანე ჯავახიშვილის გვერდით, როგორც ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მეცნიერი. თქვენ უსმენთ ეპიზოდს პოდკასტების სერიიდან მთაწმინდის ექო.